გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. მოგესალმებით, გაბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესის მორიგი ეპიზოდის ჩაწერას. მოვედით ჩვენი შენობით ბიზნეს მობილით Sena i400-ით ავტობანში. ძალიან მაგარი ეპიზოდი გველის, ბატონი გიორგი სეთურიძე არის ჩვენი სტუმარი, ასე რომ დავიწყოთ. გიორგი სეთურიძე, ავიაციის სფეროს ლიდერი, სტრატეგიული განვითარების ექსპერტი. 2022 წლის აპრილიდან იკავებს საერთაშორისო სატვირთო ავიაკომპანია Kamex Airlines-ის გენერალური დირექტორის პოზიციას. Kamex Airlines-ის დამფუძნებელი. შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული საჰაერო გადაზიდვებისა და ლოჯისტიკის კომპანიის პრეზიდენტი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ასევე მსოფლიო ბანკისა და EBRD-ის მიერ მხარდაჭერილი ორი კვლევითი პროექტი საგზაო გადასახადებისა და მოძრაობის მართვის მიმართულებით. ასევე ხელმძღვანელობდა გაერთიანებული საემიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის DABI Group საქართველოს მიმართულებას. Siemens-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ გაბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან მორიგი ძალიან საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას. ვართ ჩვენი პარტნიორის ავტობანის სივრცეში. მადლობა ავტობანს მასპინძლობისთვის და გვყავს ძალიან მაგარი სტუმარი, ეპიზოდის სტუმარი ბატონ გიორგი სეთურიძეს მივესალმები. გიორგი, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და დამთავრდი ჩვენს მეგობრულ ინტერაქციას. გიორგი, უპირველეს ყოვლისა ეხლა არ არის გასაკვირი ჩვენი მაყურებლისთვის თუ ჩვენ ბევრ თემას შეეხება ცხადია ჩვენი საუბარი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ავიაციით დავიწყებთ ჩვენს საუბარს და სხვათა შორის ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი და საფლაგმანო ეკოსისტემა ავიაციაში, როგორც არის გადაზიდვები. და ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ბენეფიტების დივიდენდების მომტანი ქვეყნისთვის და ქვეყნებისთვის ცალკეული გამოცდილებებით და პრაქტიკებით და შენ შეიძლება ითქვას რომ აი საქართველოში ამ მიმართულებით ერთგვარი ასე ვთქვათ ახალი მერცხალიც გააჩინე. Kamex Airlines-ზე მაქვს აუ. შესაბამისად, მოდი აი გვიანბე უშუალოდ აი ამ კარგო მიმართულებით, საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით, აი რა სურათი გვაქვს დღეს, რას გვეუბნებიან ციფრები, როგორია დინამიკა, პერსპექტივები და ასე შემდეგ. გვიანბე რა თქმა უნდა შენ საქმიანობაზე და მე უკვე ჩავშალოთ თითოეული თემა, როგორც ამ სექტორში, ასევე სხვადასხვა ბევრ მიმართულებაში. მადლობა სანდრო კიდევ ერთხელ. რაც შეეხება კარგო გადაზიდვებს საავიაციო სფეროს, მინდა გითხრა რომ აქ ჩვენ პირველები არა ვართ, მაგრამ თვითონ სატვირთო საავიაციო გადაზიდვების არა როგორც ოპერატორი, ავიაოპერატორი, შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი პირველები ვართ საქართველოში. ჩვენ დაახლოებით 20-22 წლის წინ კარგო ლუქსთან და Silkway-სთან დავიწყეთ თანამშრომლობა. ჩვენ შევქმნით ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებული კომპანია, რომელიც მომავალში გახდა საერთაშორისო სატვირთო გადამზიდავი, ეს Kamex-ი და Kamex-მა 2022 წელს ზუსტად დააფუძნა და დაიწყო საკუთარი ოპერირებები, ანუ გახდა თვითმფრინავის ექსპლუატანტი საქართველოში. ამას მერე მოყვა ევროპის ლიცენზიაც, დღეს უკვე ფაქტიურად ყავს 3 თვითმფრინავი, ველოდებით აგერ მეოთხე, წლის ბოლომდე კიდე რაღაც მატებას და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ვართ რიგით მესამე, მაგრამ საკმაოდ და რა ვიცი, მიხარია მაგის თქმა, საკმაოდ სტაბილურად ვითარდებთ. ძალიან მაგარია.
ძალიან მაგარია და წარმატებები რა თქმა უნდა, ბევრი. ეხლა მოდი დავიწყოთ უკვე ტვირთების ნაწილი და საჰაერო გადაზიდვების ნაწილი. რას გვეუბნებია ციფრები ამ მიმართულებით, როგორია სტატისტიკა რეალურად და ეხლა ჩვენ როდესაც საქართველოსზე საუბრობთ როგორც ლოჯისტიკურ ჰაბზე, ხო? ეხლა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტვირთების ნაკადის თემა ძალიან აქტიურად შევისწავლოთ, ხო, როგორც საჰაერო მიმართულებით, ასევე საზღვაო მიმართულებით, რა თქმა უნდა სარკინიგზო მიმართულებით, სატრანსპორტო სხვადასხვა მიმართულებებით და ასე შემდეგ, ხო? თუმცა აი საჰაერო მიმართულებით რა სურათი გვაქვს დღესდღეობით და საქართველოს როგორ პოზიციონირებს ამ კუთხით? ძირითადი ექსპორტიორი, ასე ვთქვათ, საქონლის დღესდღეობით ვიცით არის ჩინეთი. კი ბატონო. ჩინეთიდან საავიაციო ტვირთის ექსპორტი საკმაოდ დივერსიფიცირებული არის, როგორც რეგიონების, ასევე საერთოდ ხომალდების ტიპის მიხედვით. აქ ხედულობაში მაქვს აღმოსავლეთ ჩინეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, დასავლეთ ჩინეთი, ევროპის მიმართულება იქიდან, ამერიკის მიმართულება და ხომალდები, რომლებიც არის 100 ტონა და მეტი და დაახლოებით 50-60 ტონიანი თვითმფრინავები. აი ეს ბაზარი, აი ამ თვითმფრინავებს ყავთ, ასე ვთქვათ, აქვთ გაყოფილი. ჩვენ საკმაოდ საქართველოს უშუალობაში, მაკროდოლობაში და ქართული გადამზიდავები საკმაოდ ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდით და დაახლოებით 55 ტონიანი ტვირთამწეობის ხომალდებისთვის აბრეშუმის გზა, ეგრეთ წოდებული, საქართველოს თავზე გადის, საჰაერო აბრეშუმის გზა, აღმოჩნდა ეკონომიურად საკმაოდ მისაღები და კონკურენტუნარია. ანუ ჩინეთის, დასავლეთ ჩინეთიდან ევროპის ბაზრებზე საკმაოდ, ასე ვთქვათ, წარმატებით ვოპერირებთ. ზუსტად ეს ნიშა დავიკავეთ, ამ ნიშას ვიკავებთ. და პოტენციალი რა თქმა უნდა კიდევ არის და აი დღესაც მქონდა მე ამაზე გავამახვილე ყურადღება, როდესაც ჩინეთთან ვაჭრობას გულისხმობთ და ციფრებს ვაკვირდებით. აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მომსახურების ექსპორტი. ჩვენ მომსახურებას ვყიდით, ქართული კომპანიები მომსახურებას ვყიდით, რომელიც ესე რომ დავითვალოთ საშუალოდ 9 მილიარდი დოლარის არის წელს უკვე, რასაც პოტენციალი აქვს გაორმაგების და ალბათ გაორმაგდა, იმიტომ რომ ყველა კომპანიას გვაქვს ამის პოტენციალი და გავორმაგებთ. ეს უკვე წარმოიდგინეთ ჩვენ მთლიან შიდა პროდუქტში რამხელა ნაბიჯი არის. ანუ ეს არის სატვირთო ავიაგადაზიდვების ახლო მომავალში არსებული პოტენციალი. ნუ სამგზავროზე რო აღარა ვთქვათ, ახლა სამგზავროს 4 მილიარდი აქვს მთლიანი ბაზარი, პერსპექტიული ბაზარი და აქაც ქართულმა ავიაგადამზიდებმა, რომლებიც სამგზავრო გადაზიდვებში არიან, 9 მაინც რო დაიკავონ, წარმოიდგინე ეს რამხელა რა მთლიანობაში შეიძლება სადღაც 10 მილიარდი ლარის მომსახურება გაყიდოს ქართულმა ოპერატორმა, რაც ჩვენი GDP-ს ალბათ დაახლოებით 10-15% იქნება იმ პერიოდისათვის. აი რას ვიყენებთ და რას ვერ ვიყენებთ და სხვათა შორის ეხლა აი როდესაც საუბრობთ საქართველოს პოზიციონირებაზე როგორც რეგიონალური ჰაბი, აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი საკვანძო კომპონენტი. ხო ეხლა ჩვენ დროთა განმავლობაში აი ყოველთვის გვიწევდა ხოლმე საუბარი აი თუნდაც იგივე სახმელეთო გადაზიდვების ნაწილზე, საჰაერო გადაზიდვების ნაწილზე, საზღვაო გადაზიდვების ნაწილზე. აქ არის ეხლა ალბათ ერთიანი სტრატეგია შესამუშავებელი, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტი ბენეფიტი წამოიღოს ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან, ევროპის მიმართულებით და პირიქით თან მით უმეტეს ეხა აი ძალიან სწორად აღნიშნე რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ორი თავისუფალი სავაჭრო დოკუმენტი ერთის მხრივ ევროპაში მეორეს მხრივ ჩინეთში ხო რომელიც ჯერ კიდე იმ მოცულობით არ არის გამოყენებული რასაც ჩვენ ვისურვებდით ხო აქედან გამომდინარე აი რა არის მოდი ასე ვთქვათ აი ცოტა უტრირებული კითხვა გამომდის მაგრამ მიმიხვდები ზუსტად აი შენეული რეცეპტი რა არის აი როგორ შეიძლება ჩვენ დავპოზიციონირდეთ ჭეშმარიტად როგორც ჭეშმარიტი ჰაბი ასე ვთქვათ, სატვირთო გადაზიდვების. და აი მოდი აქვე კიდე ერთ ნიუანსაც დავზენ, ეხლა ჩვენი მრავალრიცხოვანი პუბლიკიდან გამომდინარე, ბევრისთვის რო გასაგები იყოს. აი შეიძლება თუ არა საავიაციო მიმართულების სეპარირებულად განხილვა, თუ ის კომპლექსში არის ჩემს მიერ ჩამოთვლილ 4 გზასთან, ხო? როგორც არის სარკინიგზო, როგორც არის საზღვაო, როგორც არის სახმელეთო, ანუ ჩვენ სინქრონში განვიხილავთ ამასაც თუ სეპარირებულად საუბრობთ მარტო საჰაერო გადაზიდვების ნაწილზე. გადაზიდვების ტიპები ეხლა ახსენე ეს არის საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და უმეტესწილად შეიძლება ურთიერთმიმოცვლა ტვირთების მოხდეს, მაგრამ მაგალითად შემოვიდა გემით, გაგრძელდა რკინიგზით, შემოვიდა გემით, გაგრძელდა მანქანით, შემოვიდა მანქანით, გაგრძელდა რკინიგზით და ასე შემდეგ, მაგრამ ავიაციასთან ასე ვთქვათ, ავიაციასთან ეს მარტო ასე ვთქვათ, ბოლო კილომეტრი დისტრიბუციას შეეხება.
ჩვენ შემთხვევაში როგორც ევროპაში მაგალითად ჩავდივართ ბუდაპეშტში და ბუდაპეშტიდან მიაქვს სხვა მაგალითად ბერლინში ან რომში და ასე შემდეგ. იქ შეიძლება ეს მოხდეს, ჩვენ საბოლოო დისტრიბუცია იქ ხდება. ჩვენ შემთხვევაში არა, ჩვენ შემთხვევაში ჩინეთიდან პირდაპირ რეისები აზიაში არის, ამიტომ აქედან დისტრიბუცია შეიძლება ვერ მოხდეს და თვითონ ეს საერთაშორისო ჰაბის ფუნქცია დიდი ხანია დაახლოებით 20 წლის წინ შეითავსა ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ აზერბაიჯანმა, რაშიც მილიარდები არის ჩადებული სახელმწიფოს მხრიდან და ამას საქართველოში ვერც ერთი ბიზნესი ვერ აწევს. შეიძლება ამდენიც არ ჭირდებოდეს, ნუ ეხლა იქ მაშინ სხვანაირად მიმდინარეობდა ბიზნეს დაგეგმარება, მაგრამ მაინც ჩვენ ცოტათი ჩამორჩებით ამას. ამიტომ სამაგიეროდ მათ არ აქვთ უშუალო ტრანზიტი. ჩვეულებრივი ტრანზიტი, არ ვლაპარაკობ დისტრიბუციაზე და ხაბი. ანუ ჩამოფრინდი, გაჩერდი, ტექნიკური მომსახურება მიიღე და გაფრინდი. რასაც ჩვენ ახლა დღეს ვაკეთებთ. ეს გაცილებით იაფია, ნაკლებ დანახარჯია და სწრაფია და ახლა ავიაცია სისწრაფესთანაა დაკავშირებული. ხო, რა მალე აკეთებ უკეთესია. ანუ ტრანზიტის დრო უკეთესი გვაქვს ჩვენ. ანუ აქ არის ჩვენი ნიშა, აი ამ ტიპის თვითმფრინავებით და ანუ დაახლოებით 50-60 ტონიანი თვითამწეობის თვითმფრინავებით და ეს ნიშა ჩვენ უნდა შევავსოთ. მაგალითად უზბეკეთშიც იგივე ხდება დღეს, მაგრამ უზბეკეთი უფრო უმიზნებს აღმოსავლეთ ჩინეთს, მათთვის ის უფრო ხელსაყრელია და მე მოდიან უზბეკეთში ჩერდებიან და მიდიან, ჩვენ უფრო დასავლეთ ჩინეთზე გვაქვს აღებული ორიენტაცია. ასე რომ ბაზარი დიდია, ჯერჯერობით ადგილი არის და ზუსტად ამას გულისხმობდი, როცა ვთქვი, რომ პერსპექტიული ბაზარი ჩვენ გვაძლევს იმის იმედს, რომ უახლოეს წლებში გაორმაგდეს ქართული ასე ვთქვათ სატვირთო ავიაცია. რამდენად მოყვება ეკოსისტემა ამას? ეხლა უკვე ორ ნაწილს გულისხმობ. პირველი ეს არის სამსაც პრინციპში. პირველი ეს არის ადამიანური კაპიტალი. მეორე ეს არის ინფრასტრუქტურა, თვითონ ხა სამი ბორტი ახსენე, ხო? რეალურად აი თუნდაც იგივე თვითმფრინავების ფლოტი რეალურად, ანუ რამდენად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, შენზე არ მაქვს საუბარი, ვიცი რომ კამექსი ამ მიმართულებით არის ერთ-ერთი მოწინავე, ხო? ზოგადად ამ შემთხვევაში ეკოსისტემაზე მაქვს უკვე ლაპარაკი და მესამე ნაწილი, ეს არის სატარიფო პოლიტიკა, რომელიც არის უკვე რეალურად ქვეყანასთან, ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებთან კოლაბორაციის შედეგი, ხო? აი ეს სამი კომპონენტი, აი თითოეული გავაანალიზოთ, გვაქვს ამის დრო და შესაძლებლობა და ვისაუბროთ აი დღეს არსებული ეკოსისტემა, ხო? რამდენად აჩენს იმ წინაპირობებს, რომ ჩვენ აი ეს ვაკუუმები, რაც გლობალურად, თუნდაც იგივე რეგიონის ჭრილში არსებობს, ავიღოთ, ავითვისოთ და რაც შეიძლება მეტი ბენეფიტი გადმოვქაჩოთ, როგორც იტყვიან ჩვენ მხარეს. ახლა ციფრები დავასახელე, ხო, რამხელა ბრუნვა მოძდებს თითოეული თვითმფრინავის ექსპლუატაციას. კი ბატონო. 3 წლის წინ არც ერთი ორადორი თვითმფრინავი იყო თუ არ ვთქვი დარეგისტრირებული, ისაც საქართველოს ბაზარზე და აი ამ მიმართულებებზე არ მუშაობდა. ეს თვითმფრინავი დღესაც არიან საქართველოში. თუ არ ვთქვი დაახლოებით 10-12 სატვირთო თვითმფრინავი არის დღეს საქართველოში ოპერირებაში. როცა 3 წლის ხო გითხარ დაახლოებით 2 იყო, ალბათ ისაც სხვა რეგიონებში მუშაობდა, აქ იყო რეგისტრაცია ქონდა უბრალოდ ქართული. ეს უკვე საკმაოდ დიდი განაცხადია. 3 წელიწადში არც ერთ ქვეყანას ამხელა ნახტომი არ გაუგეთებია. არც ერთ ქვეყანას. თუ ავიღებთ ხედულობაში იგივე უზბეკეთს მაგალითად, კი ბატონო, იქ დარეგისტრირდა სადმე, მაგრამ იქაც სხვა დონეზე იყო ხელშეწყობები, აქ ვერ ვიტყვით იმას, რომ აქ მხოლოდ სუფთა ბიზნეს კუთხით იქნა ეს გაკეთებული და ბიზნესის სახელმწიფო ძალიან დაეხმარა და სახელმწიფო რესურსი. ეს კარგი არ არის პირდაპირ გეტყვი ავიაციაში. ეს არის დროებითი დათული სამსახური და საბოლოო ჯამში უღებულობ ძალიან ხელოვნურ და მყიფე სტრუქტურას, რომელიც პირველი ვერყევას ვერ უძლებს და პრობლემები ექმნება. ასე რომ საქართველოს საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო ამ კუთხით, მით უმეტეს რომ გამოვიარეთ ეს კოვიდის პერიოდი, პოსტკოვიდური ვარდნა და ნუ ეხლა უკვე ამ სტაბილურ ბაზრებს ვეყრდნობით და იმედია რომ ეს სტაბილური ბაზრები გაიზრდება, რაც ჩვენ ზრდას ასევე გამოიწვევს. კი ბატონო. სატარიფო პოლიტიკა. სატარიფო პოლიტიკა აქ რა თქმა უნდა ბაზარი უკარნახობს და კონკურენცია. ჩვენ ვცდილობთ რომ ვიყოთ კომერციულად მომგებიანი, ხო? ეს არის ჩვენი მთავარი წამგებიანი ვერ იქნება და როგორც ვახსენეთ, ჩვენ სუბსიდიას არავინ არ გვაძლევს გამორიცხვა. ამიტომ მარტივი არ არის, ხშირ შემთხვევაში გვიწევს რაღაცა ზღვარზე გავლა, მაგრამ სატარიფო პოლიტიკას როგორც ყოველთვის კარნახობს თვითონ ბაზარი. ამ დღევანდელი მდგომარეობით
ნორმალურია სატარიფო პოლიტიკა, იმიტომ გითხარი, ხელსაყრელი ნიშა არის ის, სადაც ახლა ჩვენ ვოპერირებთ, ასე რომ იმედია რომ გაგრძელდება. წეგან ახსენე, არავინ არ გვასუბსიდირებს. ხო, ეხლა რეალურად ჩვენთან ეხლა დიდი პატივისცემა ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანს, მაგრამ ჩვენთან არ არის რეალურად ბიზნეს მართვის ის მოდელი, ხო, რომელიც შეიძლება ერთგვარად პირდაპირ სახელმწიფო სუბსიდიაზე იყოს აგებული, ხო? თუმცა ჩვენთან არის ამაგერად მეორე ტიპის ძალიან ხელსაყრელი პრეფერენცია, რასაც ქვია სახელმწიფოს პროგრამები ერთ ნაწილში და მეორე საბანკო პროდუქტები, ხო? აი მე მაინტერესებს დღეს აი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაწილი. რის საფუძველზეც მაგალითად ქართულმა კომპანიამ შეიძლება გადაახალისოს მაგალითად ინფრასტრუქტურა, გადაახალისოს ფლოტი, პირობითად შეიძინოს ახალი ბორტები და ასე შემდეგ. პირობითად სალიზინგო პირობებით, საბანკო კონტრიბუციით, სახელმწიფო პროგრამების ნაწილით და ასე შემდეგ. აი დღეს არსებული, მოდი ასე ვთქვათ, აი დაკრედიტების ეკოსისტემას ქვეყანაში, ხო? ერთი მხრივ სახელმწიფო ფრონტი, თავისი პროექტებით, მეორე საბანკო ფრონტი, ხო? და ბიზნესიც ეხლა და ეს მიმართულებაც ეხლა როგორც შენ საუბრობ და ფაქტია, ხო, ამაზე ციფრების სტატისტიკა მეტყველებს არის ძალიან მზარდი. და ეხლა მართლა მის ნახტომი განიცადა ეხლა ბოლო წლების განმავლობაში ამ სექტორმა და შესაძლოა ჩვენ ვილაპარაკოთ თუნდაც კონკრეტულ ამონაგებებზე, რაღაც პერიოდებზე და ასე შემდეგ, რომ ეს ბანკისთვისაც შეიძლება ძალიან საინტერესო ეკოსისტემა იყოს. მე მაინტერესებს, აი რამდენად მომყოლია დღეს ბანკი ამ სექტორში და მეორე სახელმწიფო რამდენად კარგად ხედავს და აფასებს იმ შესაძლებლობებს და პერსპექტივებს, რაც სექტორს გააჩნია. დავიწყებ სახელმწიფოს მხრიდან რა შეიძლება ამ შემთხვევაში ჩვენ დადებითი ვნახოთ. ეს არის რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატია და რეგულაციების, ასე ვთქვათ, მორგება რეალობასთან, რასაც ჩვენ დღეს ვღებულობთ და არანაირი, ასე ვთქვათ, შეფერხება ამაში არ აქვს. ანუ რეგულატორი და ჩვენ შემთხვევაში ეს არის ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საკმაოდ ხელშემწყობ პოზიციაზე დგას და ვერავინ ვერ იტყვის, რომ რამეში პრობლემა არის. ანუ მისი მოვალეობა არის უსაფრთხოების და უსაფრთხო ოპერირების დაცვა, საერთაშორისო ნორმების, ასე ვთქვათ, ნორმებში მოქცევა ყველა ჩვენი ქართული ოპერატორის და ეს საკმაოდ დადებითად ხდება და წარმატებით. ეხლა რაც შეეხება ფინანსურ ინსტიტუციებს. საქართველოში ჩვენ ვართ ალბათ ერთადერთი ავიაკომპანია, რომელმაც თავისი საქმიანობა დააფუძნა ფინანსურ ინსტიტუციებთან ურთიერთობას. ანუ მთლიანად დავფინანსდით ფინანსური ინსტიტუტების მიერ. ერთი იყო ამერიკული ფონდი არის ასეთი DFC, თუ ვიცით. DFC კი ბატონო. DFC და მისი ფონდების გამკარგველი საქართველოში გაზელი. Gazelle Finance კი ბატონო. Gazelle Finance პირველი ნაბიჯი მან გადადგა და საკმაოდ კარგად და სწორად შეაფასა ის რისკები, რაც შეიძლება ამას მოყოლოდა. და მეორე არის TBC, რომელმაც არა ავიაცია, მაგრამ ჩვენი დედა კომპანია Camex International დააფინანსა იმისათვის, რომ იცოდა ჩვენ რასაც ვაფუძნებთ, ანუ რომ ავიაციას ვავითარებთ. ანუ პირველები ვართ ამ. რა თქმა უნდა, ფინანსური სექტორი ამას აკვირდება დღეს და ალბათ როგორც დღეს ვაჭრობაში და მშენებლობაში ყავთ ძალიან გაწაფული ექსპერტები და პროექტ მენეჯერები, ავიაციაშიც ეყოლებათ, იმიტომ რომ საავიაციო მთელი ინდუსტრია ძირითადად დგას ძალიან დიდ ფინანსურ, ასე ვთქვათ, ბურჯებზე და უზარმაზარი ფინანსური ინსტიტუტები არიან სალიზინგო, ანუ ჩვენი ძირითადი მომწოდებელი ავიახომალდების სალიზინგო კომპანიების უკან. გაგონილი გექნებათ ალბათ ირლანდიის ეკონომიკა რა. კი ბატონო. ირლანდიის ეკონომიკა ძირითადად არის Ryanair. Ryanair ოპერატორია, მაგრამ თვითონ ირლანდია არის ფაქტიურად ამ თვითმფრინავების მეპატრონე სალიზინგო. აი ძალიან კაი მაგალითი კომპანიების, ანუ ფაქტიურად რა ხდება? ერთ ძირითად ქუჩაზე არის განთავსებული ეს ოფისები, მუშაობენ იქ ფინანსისტები, რომლებიც აფასებენ საავიაციო სფეროში მომქმედი ოპერატორების რისკებს და აძლევენ მათ თვითმფრინავს. თვითმფრინავის მიცემა რა არის? იგივე სესხის მიცემა, ანუ აძლევ აქტივს, ასესხებ აქტივს და არა ფულს კომარტალე. ხო და ფინანსური სექტორისთვის ეს ერთ-ერთი საინტერესო დარგი უნდა გახდეს ჩვენი დღეს და მაგრამ უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ ქართულ თუ ეხა დღეს მშენებელის ჯერა, იმპორტიორის ჯერა, თქვათ, განათლების სექტორში მომუშავე ბიზნესის ჯერა, აქაც უნდა დაიჯერონ, რომ შენ მართლა აწარმოებს სუფთა გამჭვირვალე ბიზნესს და დაფუძნებულია სწორ დაგეგმარებასა და ფინანსურ მართვაზე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ფინანსური ბაზრებით შემოვიდა. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება.
გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. ეხლა მოდი ცოტა პრობლემურ საკითხზე გადავიდეთ. ძალიან კარგი მაგალითები მოიყვანე, ძალიან კარგი მსჯელობა არის, თუმცა ძალიან დიდ მადლობას გიხდი, მაგრამ მოდი ხა ცოტა ცუდი პოლიციელის როლს ვითამაშებ შენი ნებართვით. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი საავიაციო ისტორია. მოდი ხა ორივეს შევრწყავ შენი ნებართვით, როგორც სამოქალაქო ავიაციას, ასევე გადაზიდვების ნაწილსაც. თუმცა დროთა განმავლობაში ხა ჩვენ ვერ შევძელით, რომ აი ეგრეთ წოდებული low cost-ერი მიმართულებებით, ხო, აი double budget-იანი ავიახაზების მიმართულებით ჩვენ ვერ შევძელით, რომ აქამდე აი რაღაც აი კონკრეტული ბრენდი გქონდა, აი რიანი არის ვახსენე მაგალითად. ვიზი არის თუნდაც ასევე ერთ-ერთი მსგავსი კონცეფციის კომპანია Fly Aristani თუნდაც იგივე ცენტრალურ აზიაში თუ წავალთ და ბევრი ესეთი კომპანია. მოდი აი ცოტა ისეთი რიტორიკულ ნარევი კითხვა გამომდის, მაგრამ ჯერ ეგეთი რამდენად გჭირდება low cost-ერი? ერთი და მეორე ნაწილი ჩემი კითხვის, რატომ ვერ შევქმნით აქამდე აი ესეთი ბრენდი პირობითად double budget-იანი ავიახაზები სიტყვაზე და მესამე რამდენად შეგვწევს ძალები, რომ დღეს ეს ყველაფერი გავაკეთოთ. აი მე წინა კითხვაში ადამიანური რესურსის თემაც ვახსენე. ადამიანური რესურსი გქონდა გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ამ ადამიანური კაპიტალის გადინებაც ხდება, იმიტომ რომ პილოტი პირობითად, ხო, რომელიც სხვადასხვანაირი სპეციალიზაციის არის დღეს ქვეყანაში, ძირითადად მიდის უცხოურ კომპანიებზე მუშაობს. მე მაგალითად აი ჩემი სტუდენტობის პერიოდში მაშინ გოგონებს კონდათ ბიჭებსაც ალბათ, მაგრამ გოგონებში ითვლებოდა ყოველთვის ეს პოპულარული პროფესია და ბორდგამცილებელი მაგალითად, ხო და აი მე თვითონ ვარ ამის მომსწრე, მიუხედავად იმისა, რომ მე საავიაციო უნივერსიტეტთან არანაირი შეხება არ მქონია, აი როგორ მოკვდა ნელ-ნელა აი ეს ინდუსტრია, ხო? მიხარია თუ არ მეთანხმები და მიხარია თუ რეალობა სხვა რაღაცაზე მეტყველებს. მოდი მაშინ აი ხა ცოტა გამიგრძელდა ბოდიში კითხვა და მოდი აი ვიმსჯელოთ ამ თემაზე, რა სულათი გვაქვს დღეს? თუ სადმე ქართველი პილოტი დღეს არის, ცათვალე რომ ყველა საქართველოსია დასაქმებული. მართლა? თითოეულა გამონაკლისის გარდა, რომლებიც შეიძლება სხვა ტიპებზე დაფრინავენ, რომლებიც საქართველოსში არ არის. ჩვენ კომპანიაში გვაქვს ასეთი დასაქმების არეალი? ჩვენ კომპანიაში მაგალითად 15 იტალიელი მუშაობს. იტალიელებს უწევთ ექსპლუატაციას, ანუ დასაქმებული. შეგწყვეთ ალიტალია. ზუსტად ალიტალია და Blue Panorama-დან წამოსული პილოტები და საკმაოდ მაღალი დონის. ძალიან კარგი რა თქმა უნდა ქართული პილოტები ყავს და ყავს ასევე უკრაინელი პილოტები და კიდე რამოდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები. ანუ აი მალე უცბელად მაინტერესებს, ანუ შენ ფაქტორზე გასაგებია, ანუ შენ წარმატებულ კომპანიას წარმოადგენ, წარმატებული კომპანიის დამფუძნებელი ხარ, მესმის, მაგრამ აი ეკოსისტემას თუ შევხედავთ, ხო, ანუ გვაქვს ასეთი დასაქმების არეალი? ნახე ხა დამსაქმებელზეც ალბათ არის დამოკიდებული, არ არის მარტივი რომ შექმნა ესეთი მულტინაციონალური ასე ვთქვათ გუნდი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, გვიმუშავია საერთაშორისო პროექტებში საკმაოდ ბევრი და სხვა ფასეულობებს ვეყნობით კომპანიაში. გამომდინარე აქედან ის იტალიელი მოვა თუ უკრაინელი მოვა, იმას ან რაღაცა მოაქვს, ან რაღაცა სწავლობს, სხვისგან ვინც მოიტანა. ასე რომ ერთმანეთს უზიარებთ და აი ამ ერთობლივი, ასე ვთქვათ, შრომით და ერთმანეთის დახმარებით მივდივართ ბოლო-ბოლო იმ უსაფრთხო ფრენებამდე და იმ სტანდარტამდე, რაც არის ჩვენი, ასე ვთქვათ, უმაღლესი მიზანი. ასე რომ რაც შეეხება დასაქმებას, მე მინდა თუ ვინმე არის დაინტერესებული, რომ გახდეს
მაღალანაზღაურებადი პილოტი. ჩვენი კარი და არა მარტო ჩვენი სხვა კომპანიების კარიც ღიაა. ისწავლონ და გახდებიან პილოტები და მოთხოვნა დიდია. არა მარტო ჩვენთან, აი დღეს დაანონსდა მაგალითად კატარი 160 თვითმფრინავს უკვეთავს Boeing-ს. 160 თვითმფრინავს. 160 თვითმფრინავს. ეს უზარმაზარი ციფრია. ერთ რემარკასაც გავაკეთებ. ტრამპმა ამას წინებზე განაცხადა, რომ ბორტი ნომერი 1-ო, ოღონდ მართალ ამბავს, გეცოდინება, ჩემზე კარგად გეცოდინება. ბორტი ნომერი 1-ო, მოკლედ უკვე 40 წელი შეასრულაო ამ თვითმფრინავმაო და მასზე დანახარჯება, აი ცვეთა, ამორტიზაცია და ასე. საკმაოდ დიდი თანხები ესაჭიროა რა და ყატარმა აჩუქა ამერიკის შეერთებულ შტატებს ბორტი ნომერი 1. ყველაფერი ნათქვამია. ცოტა სხვანაირად არის ისტორია. რუსეთისთვის განკუთვნილი ორი ბორტი, რომელიც არ წაიყვანა ტრანსავია მე მგონი. ტრანსავი, ხო? თუ ტრანსაერო არ წაიყვანა. დააყენეს ასე ვთქვათ მოდერნიზაცია, მოდიფიკაციაზე, რომ ყოფილიყო ბორტი ნომერი 1 და ბორტი ნომერი 2. ეს პროექტები საკმაოდ გაგრძელდა, გაჭიანურდა ბევრი მიზეზის გამო. ჯერ კიდევ ტრამპის პირველი ვადის დროს ეს პროექტი მიმდინარეობდა, მეორე ამ ბაიდენის დროს გაგრძელდა და დღესაც არ არის დამთავრებული. ამიტომ ეს ძალიან ძვირადღირებული პროექტი ამერიკის პრეზიდენტის თვითმფრინავების დღესაც როდის დამთავრდება კაცმარიც. მაგრამ არსებული ბორტი ნომერი 1 მართლა მორალურად უკვე დაძველდა და ყატარმა დიდსულოვნად თავისი თვითმფრინავი, რომელიც არის VIP ბორტი, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული VIP ბორტი, ასე ვთქვათ, აჩუქა და ამერიკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ გამოიყენოს სანამ ის ბორტები შევა ექსპლუატაციაში. ასე რომ აქაც ის არის, ფლატმასი არ არის, მაგრამ ასევე ყატარმა იმ ხელსაჩუქარი გაუკეთა ამერიკის ეკონომიკას 200 მილიარდის შეკვეთა მიცა Boeing-ს, რომელიც აგრეთვე ამის დაჩოქილი არის მისი cash-flow და ფინანსური მდგომარეობა აი ამ გაფიცვების მერე და მით უმეტეს ტექნიკური პრობლემების მერე ძალიან შელახული იყო. ახლა გავაგრძელებ low-costerებზე შენის ნებართვით. Low-costerზე როცა საუბრობთ, უნდა გვესმოდეს რა არის low-coster. აი და რა არის low-coster, როგორ გვესმის, რა არის low-coster. ხო, საინტერესო რემარკაა შეთაშორის. უფასო არაფერი არ არის. ჩვენ ვიხდით ფულს კომფორტში და უსაფრთხოებაში. Low-coster-ი ყველა უსაფრთხოა, ამაზე მოდი უსაფრთხოება იქ არა. არის მე კომფორტი მოდის მოსდევს ამას. და ეგრეთ წოდებული ინგლისური სიტყვა tricks როგორ არის ქართულად რაღაც პატარა ნიუანსები არის. კი ბატონო. რაც არის შეფარული, მაგალითად ახლა low-coster-მა დაიწყო იტალიაში ფრენა და თუ შეხვალთ საიტებზე და შეამოწმოთ ბილეთის ფასი, იგი არ განსხვავდება ჩვეულებრივი ავიაკომპანიისაგან. ანუ აქაც უნდა გვესმოდეს რა დროს გვინდა გაფრენა, როდის გვინდა, რა გვინდა მივიღოთ ამ ფასად და ის 50 და 70 ევროიანი ბილეთი რეალურად ბუნებაში არსებობს, მაგრამ თქვენ ეს რომ ამას სპეციალური პირობები აქვს, წინაპირობები აქვს. მე რომ უნდა დაამატოთ ჩანთის, მე რომ უნდა დაამატოთ რიგის, მე რომ დაამატოთ საბოლოო ჯამში რაღაცა გამოგიოთ. მე რომ გითხოთ low-coster-ი არის საბოლოოდ მომხმარებლის მოტყუილება. მარკეტინგია უფრო? რა თქმა უნდა, უფრო მარკეტინგი არის და დაბალი ხარისხის მომსახურება. თუ თქვენთვის არ აქვს ამას მნიშვნელობა, როგორ ტერმინალში გაივლით, როგორ აეროპორტში ჩაფრენდებით, იმ აეროპორტს როგორი ლოგისტიკა აქვს იქიდან გასვლის, იცოდეთ რომ იმ აეროპორტში სადაც low-coster-ი ჩადიხართ, ხშირ შემთხვევაში რკინიგზა არ არის, შეიძლება ავტობუსიც კი ვერ ნახოთ და ასე შემდეგ. ბევრ რაღაცაზე თქვენ თვითონ უარს ამბობთ. ასევე თუ გაუქმდა რეისი, არაფრის კომპენსაციას არ გიკეთებს და ასე შემდეგ, პირობები უნდა წაიგეთოთ. ავიღოთ მაგალითად ლუდგანზა. ლუდგანზას თვითონ ბორტი შიგნიდან და მომსახურების დონე არ განსხვავდება low-coster-ისგან, მაგრამ ლუდგანზა თავის თავს არ უწოდებს low-coster-ს, low-coster-ი დაარქვა კონდორს. მაგრამ კონდორის თვითმფრინავი ლუდგანზას თვითმფრინავისგან განსხვავდება მხოლოდ ფარდით, რომელსაც გამოყოფილია იგივე ტიპის კრესლოები და არაფერი განსხვავება არ არის. თვითმფრინავი აბსოლუტურად იგივე კონდორი აწერია უბრალოდ. ანუ აი ესაც უნდა გესმოდეთ რა არის და რატო არის, რა შეიხდით ფულს და low-cost-ი არის მისთვის და არა თქვენთვის მარტივად თქვით რა. ის იხდის ნაკლებს თორე საბოლოო ჯამში თქვენთვის. მაგალითად რო აირჩიოთ low-coster-ში ჩვეულებრივი ადგილი თქვათ ახლა მე და შენ არა ვართ პატარა ასე ვთქვათ ტანის ადამიანები და რო ვითხოვოთ თქვათ ცოტა მეტი გადაიხდი გაცილებით მეტს ვიდრე ჩვეულებრივ თვითმფრინავში. ანუ თუ არის მოთხოვნა, მისი აკრძალვა არ შეიძლება, რა თქმა უნდა. მაგრამ ახლა სხვა მაგალითაც მოგიყვანს. ბრძანე? Emirates-მა დაახლოებით თუ არ მეშლება 10-15 წლის წინ, ალბათ 17-18 წლის უფრო
გადაწყვიტა რომ გაეკეთებინა low-coaster-ი და დააფუძნეს Fly Dubai. დღეს Fly Dubai-ის თვითმფრინავი თავისი სერვისით არ არის low-coaster. Low-coaster ნამდვილად აღარ არის. აქვს ჩვეულებრივი ბიზნეს VIP ზონა, VIP ზონა, მშვენიერი სალონი აქვს შიგნით თავისი მულტიმედიით და შეგიძლიათ კვებაც შეუკვეთოთ და კვებასაც გაძლევენ ისედაც. არის Air Arabia. Air Arabia არის შედარებით ცოტა დაბალი, მას ბიზნესი არ აქვს. ერთადერთი ეგ განსხვავება არის, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ მშვენიერი საკვების შიგნით და აეროპორტებსაც არაფერი არ უჭირს, ისევ იგივე აეროპორტებში დაფრინონ, სადაც ისინი დაფრინონ, აგერ თბილისში ჩამოწვა. ანუ არ დაეშვა იმ დონეზე, რასაც დღეს ეს ევროპული დავარქვათ ესე ჩვენი ჟარგონი მარშრუტკა, ევროპული მარშრუტები აკეთებენ. ანუ ეს არის Wizz Air და Ryanair. მაგრამ თუ გნებავთ, კი ბატონო, მეც მისარგებლია და ძალიან ხშირად როდესაც სხვა გამოსავალი არ არის და ჩემთვის ხელსაყრელია, Ryanair-თაც გავფრენდულარ და Wizz Air-ითაც, მაგრამ კიდევ ერთხელ მოთხოვნა აყალიბებს მიწოდებას. თუ ბაზარზე არის ამის მოთხოვნა, ეს უნდა იყოს. მაგრამ რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ერთი ქართული ავიაკომპანია აი ამ ეგრეთ წოდებულ low cost მონსტრებს კონკურენციას ვერ გაუწევს. რატო? ნუ იმათ სხვა ფინანსური ბექგრაუნდი აქვს, უკვე სხვანაირად აწყობილი სისტემა აქვს და 200-ზე მეტი ბორტი ყავს, ყველას უკვე დაახლოებით 400 ბორტამდე Ryanair თვარცები ასული და იმდენად დივერსიფიცირებულები არის. ჩვენ სად უნდა დივერსიფიცირდეთ, ჩვენთვის ეს მარტივი არ არის. საქართველოს ბაზრიდან სად უნდა ვიფრინოთ, ხო? მარტო ევროპა და რუსეთს ხო? ასე რომ ძალიან დიდი თემა არის და ვფიქრობ, რომ კონკურენცია უნდა გაუწიოთ ისეთ გადამზიდავებს, რომელიც უფრო ასე ვთქვათ, მოთხოვნადია ქართული მგზავრისთვის. ეს არის ისე რა თქმა უნდა, არა low-coaster-ები, სადღაც საშუალო კლასი. აი მაგალითად Emirates არ შემოდის საქართველოში, ხო? არ არის ჩვენთან ეს განა, იმიტომ რომ მაგ-ფას არავინ არ გადაიხდის. ხშირ შემთხვევაში Fly Dubai Emirates ერთი კოდი დაფრინავს. თქვენ ყიდულობთ Emirates-ის ბილეთს და დაფრინავთ ამით. ასე რომ განვითარება ჩვენ ქართულ ბიზნესს აუცილებლად უწერია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არა low-coaster-ში, შეдай Fly Dubai სეგმენტში. ძალიან მაგარი რეცეპტი, ძალიან მაგარი მსჯელობა. შემოგთავაზ, მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო პასუხისთვის. მოდი ხა აეროპორტების ინფრასტრუქტურაზე გადავიდეთ. თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ну ცალკე შიდაფრენებისთვის იგივე მესტია, ნატახტარი და სხვათა შორის ახალი ინიციირებული პროექტი. ეს არის ვაზიანის ტერიტორია და აეროპორტი. ეხლა ბოლო აპდეიტები მე ამ თემასთან დაკავშირებით აღარ გამიგია, ანუ მთავრობას ამ თემებთან დაკავშირებით ბოლო 2 თვე აღარ ულაპარაკია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თემა დაკონსერვდა და ეს არ ნიშნავს, რომ თემა გაჩერდა. მოდი დავიწყოთ აი ვაზიანით დავიწყოთ ჯერ საუბარი და მე გადავიდეთ უკვე აი ტავ-ჯორჯიას ნაწილსაც შევეხოთ და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს აი საქართველოს დღეს ხო ანუ ყოველ შემთხვევაში რეგლამენტი რა არის, რაც ითქვა არაერთ მთავრობის ხდომაზე, რომ ჩვენ უკვე მომავალ წლებში ველოდებით იმ სტატუს კოზე დაბრუნებას, რაც ჩვენ მქონდა პანდემიამდე ტურისტების კუთხით მაგ საუბარი, დაახლოებით 8-9 მილიონ ვიზიტორზე არის საუბარი და პლუსი. აქედან გამომდინარე თუ 2026-27 წლებიდან უკვე ქვეყანა თავისი ტურისტული სტრატეგიით იმუშავებს სათანადოდ, ქვეყანა დაახლოებით ამ რაოდენობის ტურისტს მოიზიდავს, შესაბამისად ის აეროპორტების ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს საქართველოში არის, ვერ აუვა რეალურად ამ გზავრთა ნაკადს და ბრუნვას. ეს არის მთავრობის ციტატა, ასე ვთქვათ, პირდაპირ პრემიერს ეკუთვნის ეს განცხადება, რომელიც მე სხვადასხვა მინისტრებმა, იქ იყო ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადება, ეკონომიკის მინისტრის განცხადება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი განავრცეს. მე მაინტერესებს. მათ შორის შენი ძალიან დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე წარსულში. რამდენად ჭირდება დღეს ჩვენ ახალი აეროპორტი, საერთოდ და რამდენად კარგი იდეაა ვაზიანში სააეროპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა. მოდი პირდაპირ დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ ახალი აეროპორტი გჭირდება. გჭირდება. ოკეი. ძალიან ბევრი ტექნიკური ნიუანსია, ამაზე საუბარს არ დავიწყებ, მაგრამ თბილისის აეროპორტის მოდერნიზება რომ შეესაბამებოდეს ყველა სტანდარტ არ იყოს შეზღუდვები, ტექნიკურად შეუძლებელი ან ძალიან ძვირია. გამომდინარე აქედან ვაზიანი არის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ალტერნატივა. ლოგისტიკურადაც ვახსენე ინფრასტრუქტურა და თვითონ სანავიგაციო საავიაციო კუთხითაც. ლოგისტიკურად უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ეს ჩვენი აეროპორტის არსებული კახეთის გზატკეცილი ზემოდან ასე ვთქვათ უდგება, ასევე შეიძლება განვითარდეს
ქვედა რუსთავის ავტობანიდანაც შეიძლება მისადგომი გაკეთდეს, ასევე მოსკოვის პროსპექტი, აფრიკიდან მიმართულებები, ანუ რამოდენიმე არტერია შეიძლება იმ მიმართულებით გავიდეს და მათ შორის სარკინიგზით. ანუ კარგი გადაწყვეტილებაა და ეს უნდა აუცილებლად გაკეთდეს. თბილისის არსებულ აეროპორტს, რა თქმა უნდა, აქვს რაღაცა სიმძლავრის ზღვარი, რასაც ეს კარგად იცის ტავმა და ალბათ სპეციალისტები ზუსტად იტყვიან რა არის ეს, მაგრამ აუცილებლად უახლოეს წლებში ჩვენ ამას მივახცევთ და გვექნება ძალიან დიდი საცობები მაგ კუთხით, რაც კარგი არის. ასე რომ უნდა გაკეთეთ. თვითონ რაც შეეხება პროექტს, პროექტი ინფრასტრუქტურულად არის იმდენად მასშტაბური, რომ ეს არ არის მარტო რომ წარმოვიდგინოთ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და აეროპორტის შენობა. ეს არის ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა, რომელსაც ემატება ასევე როგორც გითხარი სატრანსპორტო კვანძები, არა მარტო სარკინიგზო, საგზაო და მისი ყველა თანხლები, ასე ვთქვათ, და დამხმარე ინფრასტრუქტურა. ამას ჭირდება სიღრმისეული გააზრება, არა მარტო სივრცეში, არამედ დროშიც. დროშიც, რა თქმა უნდა. ეს უნდა გავაკეთო და უცბად ეს ვერ მოხდება, მაგრამ კარგი რა არის და ეს ეკონომიკის მინისტრმაც აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ სატრანსპორტო პროექტი. ეს ქალაქ განვითარებას, ქალაქ თბილისის განვითარებას ალბათ აძლევს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასუნთქ, ასე ვთქვათ, საშუალებას და რა დერეფანია რა ძალიან კარგი. და რატო გეტყვით? დღეს თბილისის აეროპორტის გამო საამშენებლო შეზღუდვები და განვითარების შეზღუდვები ადევს დაახლოებით თუ არ მეშლება 800-900 ჰექტარს. ეს არის დაახლოებით ვაზისუბანი და მესამე მასივი ერთად აღებული. წარმოვიდგინეთ. და თუ თბილისში ჩვენ გვინდა ეგრეთ წოდებული city ავაშენოთ, ანუ ახალი ქალაქი ჩვენ თბილისის city, ზუსტად ეს მიმართულება, როგორც კი კახეთის გზატკეცილზე აუხვევთ მისი ხელმარჯვნივ და მტკვრამდე ფაქტიურად დაბლა უზარმაზარი სივრცე არის ჩვენიერი შესაძლებლობა, რომ მოხდეს ახალი ქალაქის დაგეგმარება ბიზნეს და საცხოვრებელი და ასე შემდეგ და რეკრეაციული. წარმოიდგინეთ რა ხდება. ანუ ეს იმხელა შემოსავალს მიცემს თვითონ ქალაქს და ქვეყანას მარტო დეველოპმენტის კუთხით, რომ თვითონ ეს აეროპორტი შეიძლება პირიქით მომგებიანი მარტო მისი მშენებლობა გახდეს იმხელა შემოსავალი შემოვა ქალაქის განვითარების კუთხითაც. ასე რომ ეს გადასარევად იცის მერიამაც, მთავრობ ხელისუფლებამაც და ალბათ ამასაც ითვალისწინებენ, როცა ამაზე საუბარია. ერთი სიტყვით, ეს აეროპორტი გჭირდება, მთავრობის ამ ინიციატივას სრულიად ვეთანხმები. და იმედია რომ შეფერხებები ამ კუთხით არ იქნება. იმედია რომ დაიწყება, ანუ ყოველ შემთხვევაში ეს წელი იქნება ერთ-ერთი წყალგამყოფი უკვე ახალი სააეროპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის. დაველოდოთ ძალიან საინტერესო მსჯელობა არის. ეხლა მე ვსარგებლობ მაქსიმალურად რომ აი რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღო შენგან და შესაბამისად ეხლა აი მოდი უკვე გავაგრძელოთ საუბარი ინფრასტრუქტურით. და ამ შემთხვევაში წარმოების ხაზით. და აი ყველაფერს ვიხსენებ ეხლა ფრაგმენტულად რაც ავიაციას უკავშირდება. ერთ-ერთი წარმატებული ისტორია მახსენდება, აი როცა საპარტნიორო ფონდში მოღვაწეობდი, მაშინ ფონდმა დააფინანსა ელბიტ საიკლონი. თუ სწორად ვამბობ ამ სახელს, ელბიტ საიკლონი, აეროპორტის გზაზე გაკეთდა ავიაციის კომპოზიტური ნაწილების წარმოებელი ქარხანა. და ეხლა პატარა პარალელს ვავლებ უბრალოდ და მე ისევ შეგვიძლია რომ წარმოების ნაწილზე გადავიდეთ. ფრაგმენტულად ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი წამოწყებები, თუნდაც იგივე საავიაციო კომპოზიტური ნაწილების წარმოების კუთხით. მაგალითისთვის, აი რა გააკეთა ელბიტ საიკლონმა თავის დროზე, ხო? ანუ დაიწყო, ესე ვთქვათ, ქარხნის მშენებლობა, გაკეთდა ძალიან მაგარი ინფრასტრუქტურა და შესაბამისად უკვე ელბიტმა შეძლო საქართველოში დამზადებული პროდუქცია მიეწოდებინა მაგალითად ბოინგისთვის, ბომბარდიერისთვის, საუბარი მაქვს სპეციალურ კარზე, საუბარი მაქვს სპეციალურ ჭანჭიკებზე და ასე შემდეგ. ეხლა ეს მეცნიერულ დონეზე უკეთესად ახსნის შენ ამ მოცემულობას. ეს ერთი, მეორე. ამას წინებზე ვესაუბრე სოსონ იბლაძესაც თბილისის ინდუსტრიული ზონიდან და თბილისის ინდუსტრიულ ზონაში საერთოდ გამაოცა, ანუ არის გერმანული კომპანია შემოსული, რომელიც აწარმოებს VIP ჯეტების სავარძლებს და ასე შემდეგ და ასე. ანუ ეს ფაქტები ხო ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული პროექტი ერთმანეთისგან, ანუ ცხადყოფს და ხაზს უსვავს იმ მოცემულობას, რომ შეგვიძლია საქართველოშიც ვაკეთოთ ეს რაღაცები. მე თუ მახსოვს ზუსტად და ვეცდები რომ ზუსტად გავიხსენო 2017 წელს ჯერ მარტო ელბიტისგან ბოინგმა იყიდა დაახლოებით 80 მილიონის პროდუქცია. ფაქტია, მოცემულობა ძალიან მაგარ შედეგად გვეწერება ეს როგორც ქვეყანას პორტფელში. ანუ შეგვიძლია რა რეალურად რა ძალიან მარტივად რომ თქვა გასაგებია ერთი მხარე გერმანელებთან კოლაბორაცია
კოლაბორაციით მოხდა, მეორე ებრაელებთან კოლაბორაციით, მაგრამ ეგრეა რა, ეხლა ვიღაცასთან კოლაბორაციით ხდება ნებისმიერ შემთხვევაში, ხო? მასშტაბური პროექტები, მაგრამ შეგვიძლია. აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს აი საქართველოს შენ დასაწყისში ახსენე ასევე, რომ ჩვენ ვართ ერთგვარი სერვისების პროვაიდერი ქვეყანა, ხო? ესეც ერთგვარი სერვისია, ხო, რომ შენ ამ შემთხვევაში მოიზიდო ინვესტორი, რომელიც აქ დაიწყებს წარმოებას. აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს აი ჩვენი პერსპექტივები, წარმოების შეთავაზების და ზოგადად ინვესტორებთან ურთიერთობის ნაწილში. იმ მაგალითებიდან რაც ახლა შენახსენე, გამოყოფ რამოდენიმე საკითხს. ბრძანე. პირველი რომ შენახსენე მაღალ ტექნოლოგიური წარმოება. ოკეი. მე ახსენე საკმაოდ ძვირადღირებული რახან მაღალ ტექნოლოგიური და დიდი მოთხოვნის მქონე და დიდი მიწოდების პერსპექტივის მქონე, ასე ვთქვათ, კლიენტები და ბოინგი და ბომბარდიერი და ასევე ახსენე ინვესტორი. ამას ყოველთვის ინვესტორი ჭირდება. საინვესტიციო პროექტებში ჩვენ საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს და უბრალოდ მაგალითები შეგვიძლია ბევრი მოვიგოთ. ინვესტორი როცა მოდის ქვეყანაში, არა აქვს მნიშვნელობა, ეს არის ბრაზილია, არგენტინა, აფრიკა, აზია, საქართველო. ძალიან ბევრ რაღაცას უკეთებს ანალიზს და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გამოიკვეთება ფინანსური დოკუმენტით. კი ბატონო. სადაც Excel-ის, ასე ვთქვათ, ცხრილის მარჯვენა დაბალ კუთხეში ციფრს უყურებს. კი ბატონო. არ დავასახელებ ახლა იმ ფინანსურ აბრივიატურებს, გასაგებია მე მგონი ისედაც. იმისათვის რომ ეს იყოს მისთვის მისაღები, ყველა ეს კომპონენტი, რომელიც ახლავს საინვესტიციო პროცესს, უნდა იყოს რაც შეიძლება მისაღები. ალბათ თქვენ მაყურებელს უფრო მარტივად რომ აუხსნა, მოვიყვან ერთ მაგალითს. ეს არის მე დავარქმევდი Tesla Nevada-ს მაგალითი. Tesla-მ გადაწყვიტა აკუმულატორების ქარხანა ეშინებინა. მაღალ ტექნოლოგიური წარმოება. მრავალ მილიარდიანი ინვესტიცია, მილიარდიანი. Nevada-ის მთავრობა უთხრა, აგერ არის უდაბნო. არაფერი არ არის იქ. წადი და აშენე იქ ქარხანა, შენი არაფერი არ მინდა. Tesla-მ უთხრა, რატომ უნდა ავაშენო იქ? ხო, მე რა ბენეფიტი მაქვს? Nevada-ის მთავრობას, ქონდა ამ შემთხვევაში უდაბნოდან შემოსავალი 0. 0, კი ბატონო. 0. ყველაფერი რაც იქნებოდა 0-ზე მეტი, იქნებოდა კარგი, ხო მართალია? და Nevada-ის მთავრობამ Tesla შესთავაზა ეგრეთ წოდებული საგადასახადო შეღავათი. საგადასახადო შეღავათს აძლევ ბიზნესს, რომელიც არ არსებობს. დღეს არ აქვს შემოსავალი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად ნიუ-იორკის პორტი მუშაობს და უზარმაზარი შემოსავალი აქვს და ეუბნები არ გადამიხადო შენი შემოსავალი. ესეთი რაღაც არ არის, ვიხოთ რომ ეგრეთ შეიძლება იყოს. ეს არაფერი არ არის და ეუბნები შენ 4 მილიარდი წლების განმავლობაში გაძლევ, თქვათ, აი მომავალი 10 წლის განმავლობაში 4 მილიარდის ასე ვთქვათ, შეღავათს გადასახადებში. აი იმ Excel-ის ფაილში მივიღეთ უცბად პლუს 4 მილიარდი, ხო? და ეს მისთვის უკვე მისაღები გახდა. ბევრი მაგალითი შეგვიძლია კიდე მოვიყვანოთ ასეთი, როდესაც ხელისუფლება ხელს უწყობს ინვესტორს და ინვესტორი რაც თავარი, ეხლა დაუბრუნდები თავარ საკითხს. არ არის უცხოელი. ინვესტორი პირველ რიგში არის ჩვენი ადგილობრივი. და რატომღაც როდესაც ინვესტიციებზე გვაქვს საუბარი, სულ საუბარი გვაქვს აი ამ უცხოურ. ეს ერთ-ერთი მაჩვენებელია ეკონომიკის, პირდაპირ უცხოელისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ ხელშეწყობა ადგილობრივ ინვესტორს. ილონ მასკი ადგილობრივია ამერიკაშიც. ადგილობრივ ინვესტორს ზუსტად ისევე სჭირდება, როგორც უცხოელ ინვესტორს, იმიტომ რომ ადგილობრივი გაცილებით უფრო ადვილად რისკავს, ასე რომ ვთქვათ. მე მგონი ბევრი იქნება სურველი, რომ დღეს საქართველოში გამომდინარე იმ საკანონმდებლო შეთანხმებები, სავაჭრო შეთანხმებიდან, რაც გვაქვს აღარ ჩამოთვლი, ადგილმდებარეობიდან მაღალ ტექნოლოგიური წარმოებები შევქმნათ და გავაკეთოთ. ასე რომ ეს პერსპექტივა საქართველოში არსებობს და არა მარტო საავიაციო კუთხით. არა მარტო საავიაციო კუთხით, აი ძალიან კარგი მაგალითი მოვიყვანე და ეგ არის რეალურად, ხო? და ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ინვესტორად მაინც და მაინც უცხოელი რეზიდენტი აღიქმება ხოლმე, რა თქმა უნდა, ესეც არის ხოლმე, მაგრამ არ უნდა დავიწყოთ უპირველეს ყოვლისა ქართული ბიზნესი, ქართველი ინვესტორი არ უნდა დავიწყოთ, რომელმაც შემოგაცემაში მარტო ქართველი ინვესტორები ყავდა ჯერ. კი, იყო რამდენიმე გამონაკლისიც, მაგრამ ძირითადი აქცენტი ხო მაინც ქართულ ბიზნესში არის და მე ყოველთვის აღიარებ ხოლმე, რომ ეს გადაცემა არის ნამდვილი პროტექციონისტიც პირველ რიგში ქართული ბიზნესისთვის და მათ შორის ქართული ბიზნესის ალბათ ნომერ პირველი მხარდამჭერიც. იცი რა მაინტერესებს? აი ხა
რაც ხდება ახლა ჩვენ ნაკლებად ვცდილობთ ხოლმე რომ აი შევეხოთ ამ პოლიტიკურ სიტუაციებს ახლა აბსოლუტურად სტერილურები ვართ პოლიტიკისგან ყველანაირად იცის ეს ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად მაგრამ აი ხა ბოლო პერიოდში აი ეს მუდმივად საკითხების აქცენტირება რომ აი იზოლაციონიზმი სანქცირებები და ასე შემდეგ მეგობარი აქტები და ასე შემდეგ ხო არა საბოლოო ჯამში ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის რეპუტაციაზე აი მე მაინტერესებს შენეული ხედვით რა სურათი გვაქვს დღეს და აი მაგალითად აი ხა თუნდაც იგივე დასავლურმა კომპანიებმა ხო ამერიკულმა დასავლეთ ევროპულმა კომპანიებმა აი რამდენად გადახედეს საქართველოსთან ურთიერთობას გადახედეს თუ არა საერთოდ ანუ აი ესეც მინდა რომ აღვნიშნოთ აი რეალურად რა სურათია დღეს და მართლა იმდენს წვიმს რამდენსაც კუხს თუ რეალურად აბსოლუტურად სხვა სიტუაცია არის, იმიტომ რომ იქ უცბად ერთი ნაწილი პოლიტიკურად ანგაჟირებული მიმართულებისა საუბრობს იზოლაციონიზმზე, მეორე დროს, მეორე მომენტში British Airways-ი შემოდის საქართველოში, ხო? ანუ ცოტა რთულია მე რომ ანუ აი მოსახლეობის ესე ვთქვათ აი ნეიტრალურმა ფენამ მართლა გაიგოს ჭეშმარიტება და სიმართლე ხო ანუ ვერ იგებს ანუ რეალურად ურთიერთგამომრიცხავი მოცემულობები ხდება რა და აი მე მაინტერესებს უშუალოდ ხა შენ გაქვს ძალიან ბევრ უცხოელთან ურთიერთობა და ასე შემდეგ აი მე მაინტერესებს რეალურად საქართველოს შემთხვევაში რა ხდება და აი როგორია განწყობა დამოკიდებულება საქართველოს რეპუტაციული თამასა რამდენად არის დღეს გლობალურად მოწოდების სიმაღლეც და ასე შემდეგ სიმართლე რო გითხრა არ მიყვარს პოლიტიკაზე საუბარი არც მე უბრალოდ აი ბიზნესური მაშინაც კი როდესაც პოლიტიკური თანამდებობა მეკავა ცოტა ხანი მაშინ მახსოვს მე სხვათა შორის ეგ მახსოვს და ამის მიზეზი არის მარტივი ზოგადად ადამიანები რაზეც დღეს ტრენდულად საუბრობენ სინამდვილეში სიღრმისეულად ის არ ესმით რაზე საუბრობენ არა მარტო პოლიტიკა არ ესმით მაგრამ თავი პოლიტიკოსები გონია და პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებენ და მსჯელობენ არამედ არიციან რა არის ევროპა არიციან რა არის რუსეთი არ უნდათ რუსეთი ცუდია რუსეთი რატოა ცუდი არიციან მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ სანდრო რომელიც 98 წელს იჯდა პარლამენტის დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ და არქივიდან თუ ამოიღებთ სურათებს იქ რაც წერია კედლებზე ლოზუნგები ამას ჩვენ მოუწოდებდით არმიას რომელიც იდგა ჩვენგან 500 მეტრში მაშინ სხვა შემართება იყო და მართლა ვიცოდით რასაც ვებდოდით ამას შედეგი გამოიღო და მართლა ის გულანთებული ნამდვილი პატრიოტები ვინც მაშინ იყვნენ ნამდვილი ასე ვთქვათ მებრძოლები ყველა ლიკვიდირებული იქნა დაწყებული ზვიად გამსახურდია გია ჭანტურია მერაბ კოსტავა და ბევრი ჩამოთვლა შეიძლება სამწუხაროდ მამის ცოტა ხნის მერე როდესაც რაღაცას მიაღწია აი მამ ესე მინდა ნელ-ნელა მივიდეთ აქამდე საქართველოში ჩამოყალიბდა ბრჭყალებში ავიყვან ოპოზიციის ცნება და ოპოზიცია რატო ბრჭყალებში ოპოზიცია საქართველოში ნიშნავს რომ შენ აპრიორი ხარ ხელისუფლებისათვის მებრძოლი არსებული ხელისუფლების ტერი ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ხელისუფლება არსებული რომელიც აირჩია უმრავლესობამ და დემოკრატია გვასწავლის რომ უმცირესობა უნდა დაემორჩილოს უსკო დემოკრატიულ ცენტრალიზმს დაემორჩილოს უმრავლესობას ამას უარყოფ და იწყებ პირდაპირ ბრძოლას შედიხარ ბრძოლაში მე არ მახსოვს არც ერთი ოპოზიციური მოძრაობა თუ პარტია ამ ხნის ბოლო 30 წლის განმავლობაში რომელიც სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის თუნდაც თავისი ოპონირებით აკეთებდა და იყო კონსტრუქციული სამაგიეროდ მივიღეთ ერთი ძალიან კარგი ფენომენი პირველი ცუდი ფენომენი, როდესაც რადიკალები მოვიდნენ ხელისუფლებაში და მივიღეთ ის 9 წელი, რაც სავსებით გაუგებარი იყო, მაგრამ გადაიარა ეს ქვეყანამ და მეორე, როდესაც მოვიდა ხელისუფლება, რომელიც არ იყო რადიკალი, პირიქით ცდილობდა აღშენებლობას, ამ რადიკალებსაც მოექცა, ასე ვთქვათ, კოჰაბიტაციურად და უკვე 12 წელია რადიკალები ავარჯიშებენ მათ გამძლეობაზე და ავარჯიშებენ ისიც რაც ასე ვთქვათ დრო გადის უფრო გამძლეები ხდებიან. ეხლა რა ხდება ზუსტად ეს წვიმს თუ კუხს ხო თუ როგორ წვიმს ხო რამდენსაც წვიმს იმდეს კუხს უარა თუ პირიქით. მე მგონი რომ უფრო კუხს ვიდრე წვიმს და რატო ზუსტად დაუბრუნდები იმ ჩემ წინა შეფასებას რომ დღეს რა არის ევროპა დამიჯერე ჩვენ კარგად ვიცით რა არის ევროპა და ვიცით რატოა კარგი ევროპა. და როდესაც ხშირად ვეკითხებით რომ აგვიხსენით რა არის ევროპაში კარგი არც ერთი არ ამბობს სწორას არც ერთი არ გვეუბნება სწორად პასუხს თუ გვინდა რომ ვიყოთ ევროპელები პირველ რიგში ჩვენ უნდა გარდავიქმნათ აი ეს არის სწორი პასუხი შენ უნდა მიხვდე რა არის ევროპელობა და რა არის ევროპული ფასეულობა ეს არავის არ უნდა
მარტივად გეუბნებიან, აი კარგია ევროპა, თავისუფალი ადამიანური უფლება რა გასაგებია, მაგრამ შენ ხარ მზად ამისთვის, რას ხარჯავ განათლებაში, რას ხარჯავ შრომაში, რას ხარჯავ შექმნაში, იმისათვის რომ შენ ევროპამაც გაღიაროს და გახდე ევროპელი. რატო არის რუსეთი ცუდი? ჩვენ ვამბობთ, რომ კი, პრობლემა არის რუსეთი. და რატო არის, აი, როდესაც იცი შენ რა არის რაღაცა და მიდიხარ კონკრეტულ რაღაცის, ასე ვთქვათ, გამოსასწორებლად. ეს კონკრეტიკა არ არსებობს. ისტორიულად რა გვაქვს ჩვენ რუსეთისგან ასწავლი ცუდი? რას უნდა, ასე ვთქვათ, ვერიდოთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, არავინ არ იცის. უბრალოდ ვიცით, რომ ცუდია. ესე ვერ მოერევი ბოროტებას, როდესაც არ იცი რანაირად უნდა ებრძოლო მას. ნუ ტრის შესახებ არ იცოდე ინფორმაცია. ეს არის ძალიან ცუდი. ამიტომ არ მიყვარს საუბარი თემებზე, რომელიც ზედაპირული, ტრენდული და TikTok-ის დონეზე არის დღეს. მაგრამ მიუხედავად მაგისა, შენთან პრობლემა არ მაქვს, ვისაუბრებ რამდენიც გინდა. ასე რომ დღეს რაც ხდება, ეს არის ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით საქართველოსთვის ასე ვთქვათ მიყენებული ძალიან დიდი ზიანი. არა მარტო ბიზნეს კუთხით, რეპუტაციული კუთხითაც. ნახე, როდესაც შენ მოკავშირეს ეძებს საზღვარგარეთ, ფარგლებს გარეთ და შენ მოძმესთან საუბრის თავი არ აქვს, ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემის მანიშნებელი არის. და რატო? უცხოეთში შენ ვერ იპოვე ადამიანს, რომელსაც შენი მოძმისთვისაც სიკეთე უნდა. იმას თავის ინტერესები აქვს. თუ იმას ინტერესები არ აქვს, არ მოდის და აქ არაფერს არ გააკეთებს. და თუ აქვს ინტერესი, გააკეთებს სათავისით. რომელი ერთი მაგალითი ავიღოთ ისტორიიდან. უამრავი არ ჩამოთვლე. ყველა, ვინც მოდიოდა უცხოელი, რომელსაც ჩვენ დახმარება ვთხოვეთ, ბოლო-ბოლო თავის ინტერესი გაატარა. ასე რომ, ისევ ალბათ შიგნით გჭირდება ჩვენ, რომ მოვიკრიბოთ ძალა და შევძლოთ მივაღწიოთ შიდა კონსენსუსს და ამ ქვეყანას მივხედოთ, თორე არავინ არ მიხედავს ამ ქვეყანას დამინჯერი. ევროპელი კეთილგანწყობილიც რომ იყოს, ის გეუბნება, კაცო, შენ ქვეყანა შენ მიხედე, ჩემგან რა გინდა. კიდევ ერთხელ თუ გვინდა რომ გავხდეთ ევროპელები, ევროპული ფასეულობები პირველ რიგში უნდა სწორად გავიგოთ და ჩვენი თავი შევცვალოთ, ან გავზარდოთ, თუ რა დავარქვა ამას, განვავითაროთ იმისათვის, რომ გავხდეთ მართლა ევროპელები. ესე იგი, საათზე ოდნავ მეტი გამოგვივიდა საუბარი და განცდა მაქვს ეგეთი, რომ ფაქტიურად ძალიან ბევრი თემა ვერ მოვასწარეთ. ამიტომაც, თუმცა ვისაუბრეთ საბაზისო ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთ საათის განმავლობაში ნამდვილად ისიამოვნა ჩვენმა მრავალრიცხოვანმა და ერთგულმა მაყურებელმა და შესაბამისად აი ეს განცდა და ეს ესე ვთქვათ ემოცია, ხო, რაც აი თუნდაც ამ საუბარს მოყვა, ჩვენ გვაძლევს კიდევ ერთხელ იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა ფორმატებში, თუნდაც ამ ფორმატში ახლო მომავალში, კიდევ არაერთხელ გიმასპინძლოს. ნებისმიერ დროს არის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, გისურვო წარმატებები და მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობა. გაიხარ, დიდი მადლობა. გაცემა შენობით ბიზნესთან კი მორიგ კვირამდე გემშვიდობებად, ასევე ძალიან საინტერესო ეპიზოდით დაგიბრუნდებით. დროებით. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია სენა ავტო. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი სენა i400. შენი ელექტრომობილი.